იმ ადამიანებისთვის საუბრობ მე, ვინც ამათ აძლევს ხმას, აი ამ ასე ვთქვათ, ისეთი ტიპის ოპოზიციას, რომელზეც ყველამ ვიცით თუ ისგან იღებენ ფულს და არც თვითონ არ მალავენ კაცო. რაზეა ლაპარაკი? ხო, ვინ მალავს ამას? მეორე მხრივ ეხლა რა თქმა უნდა ეს ისე გამოსდით მე რომ თითქოს ეხლა დავუშვათ მე რაღაც იმას რა ქვია, ქართული ოცნების ყველა ნაბიჯს ვეთანხმებ, რა თქმა უნდა არა, მაგრამ ერთის მხრივ არის სრულიად შეურაცხადი ასე ვთქვათ, გარედან მხარდაჭერილი ძალები და მეორეს მხრივ არის ახლა კლასიკური პოსტსაბჭოური არ არის. პოსტსაბჭოურ ქვეყნებში ახლა რო ავიღოთ ჩვენ, ხო? პოსტსაბჭოური ქვეყნები. აი შევადაროთ, აი ჩამოთვალოთ მალხას პოსტსაბჭოური ქვეყნები. დავიწყოთ? მოლდოვა. დავიწყოთ, იქიდან დავიწყოთ დასავლეთიდან, უკრაინა, მოლდოვაზე მე მგონი კომენტარები ზედმეტია. ეს არის ქვეყანა, რომელმაც გადაწყვიტა რომ გაუქმოთ ეს. თვით გაუქმება გამოაცხადა, ესე იგი და ყავს სანდუ, რომელიც არის, სააკაშვილი კაბაში, ოღონ განმტკიცებული სააკაშვილი, ხო? და უარესი კიდე რა თქმა უნდა და პაშინიანი, ანუ ესენი ხო ერთი ბუდედან ამოფრენილი